ეს უკვე მშვენიერების საზომად ქცეული ქანდაკება თავის დროზე ეპატაჟურად და მიუღებლად ითვლებოდა, თავისი ეროტიული ხასიათის გამო. მე-15 საუკუნის ფლორენციელი მოქანდაკის დონატელოს დავითი სავარაუდოდ მედიჩების სასახლის შიდა ეზოსთვის შეიქმნა და წარმოადგენს რევოლუციურ გადახვევას მამაკაცის შიშველი ფიგურის კლასიკური პრეცედენტებისგან. დავითი დგას გოლიათის თავზე, ხმლით ხელში, კლასიკურ კონტრაპოსტის პოზაში. აცვია ჩექმები, ახურავს წყემსის ქუდი, რომელიც შემკულია სუროს ფოთლებით. სახემ 7 აქვს, რადგან მტერი დაამარცხა. ქანდაკებას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ის წარმოადგენს ფლორენციის რესპუბლიკას, რომელიც იმარჯვებს უცხო აგრესორზე. ის არის პირველი ჩვენთვის ცნობილი შიშველი ფიგურა ანტიკური პერიოდის შემდეგ. რენესანსის პერიოდამდე, შუა საუკუნეებში, ქანდაკება არქიტექტურის შემადგენელი ნაწილი იყო. დავითი კი დგას დამოუკიდებლად და რენესანსის ეპოქის ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას განასახიერებს. როგორც ადამიანი გახდა დამოუკიდებელი რენესანსის ეპოქაში, ასევე ქანდაკება ჩამოვიდა ტაძრის კედლებიდან